შვეიცარია არის როგორი გაპრიალებული, იცი ფეხსაცმელი როგორი წავიღე საქართველოდან, უფრო სუფთა ჩამოვიტანე. ესე იგი ფეხის ძირები ქონდა გაპრიალებული აბსოლუტურად და აი ამდენ ერთი თვე ვიყავით შვეიცარიაში თუ რაღაც 2 კვირა და მერე გადავედით ავსტრიაში და ავსტრიაში ეს ჩვეულებრივი ბალახი რაღაც ალპური ზონა იყო. ჩვეულებრივი ბალახი რაღაც ესეთი ყვავილები ისინი და ვაიმე მე მგონი საქართველოში ვარ თქვა ის რომ შვეიცარია იმდენად გაკრეჭილია და იმდენად გაპრიალებულია და იმდენად ყველა ხე თავის ადგილას არის რომ ეს ცოტა ღლის. ორი გრძნობა მინდა რომ მომიყვეთ გრძნობა როდესაც საქართველოში ჩადიხართ და როცა ნიუ-იორკში ბრუნდებით. აი აეროპორტიდან მომიდივარ სახლისკენ, აი ეს აეროპორტის გზაზე უკვე ვემზადები აი თბილისთან ჩასახუტებლად, ასე ვთქვა და აი რა ხდება, იცი? ერთი დღის მერე უკვე ესეთი შეგრძნება რომ არსად არ წავსულვარ და აი აქ ვიყავი სადაც პირველად ჩავედი მე ესე იგი 8 წლის მერე ჩავედი პირველად თბილისში და აქეთაც რომ მოვდივარ მიხარია, იცი? აქეთაც მიხარია არ ვიცი მიყვარს მე მიყვარს ამერიკა მიყვარს მაგრამ საქართველოს ძალიან არა ეხლა ცოტა გულდაწყვეტილი მივდივარ იმიტომ დედაჩემი რო აღარა რომ მე ერთი რაღაცა ძალიან განვიცდი უდედობას იცი რაღაცას მგონია რომ დავობიდი ეხლა აი მე ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად დედის სიკვდილის შემდეგ და მანამდე კი აი იმ სახშიც კი სადაც დედაჩემი იყო სადაც მე არ გავიზარდე მაგრამ ნუ რაღაცა დიდი ნაწილი ვიცხოვრე აი აღარ მინდა იქ მისვა იმიტომ რომ ვიცი რომ დედაჩემი აღარ გამხდება თავისი ფელამოშით